16 წლის დავით ბაგრატიონი ურთულეს დროს ავიდა სამეფო ტახტზე. ძნელად წარმოსადგენია უარესი მდგომარეობა. ახალგაზრდა მეფემ კარგად შეაფასა შექმნილი სიტუაცია და უპირველეს ყოვლისა ქვეყნის შიგნით შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა დაიწყო. დავითმა თავის გარშემო შემოიკრიბა ერთგულები. სწორედ ამ ერთგული მოლაშქრეებით შექმნილი მცირე ჯგუფებით ახალგაზრდა მეფე დღე-დაღამ თავს ესხმოდა თურქ-სელჩუკებს. ამარცხებდა მათ და ამით ტრის შიშით მთაში გახიზნულ ქართველ გლეხკაცს ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა. ეს პირველი გამარჯვება იყო. ასეთმა ამბებმა ქართველ ხალხში მტრის გარდაუვალი დამარცხების იმედი და საკუთარი ძალის რწმენა გაახვივა. შემორჩენილია მემატიანის დახასიათება, სადაც იგი აღწერს დავითის გარეგნობას. შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა, ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახვილითა, საწადელ ღიმილითა, მადლიერი ხედვითა და საზარელ ლომებრ. მისი ლომებრი ხასიათი 1104 წელს ერწუხის ველზე გამოჩნდა. მაშინ საქართველოს ლაშქარი განძის ათაბაგს შეეჯახა. დავითი არ ჰგავდა სხვა მხედართ მთავრებს, რომლებიც ლაშქარს უკან უდგანან და იქიდან აძლევენ განკარგულებებს მეომრებს. ის წინ მიუძღოდა საკუთარ ლაშქარს, ლომივით შეუძახებდა თავისი მაღალი ხმით და ამხნევებდა მებრძოლებს. საოცარი რამ მოხდა იმ დღეს ერწუხის ველზე. მეფის ხმლის ღარიდან უკუმომდინარე სისხლმა მას უბეისე აუვსო, რომ ბრძოლის დამთავრების შემდეგ, როცა დავითმა სარტყელი შემოიხსნა, დაგუბებული სისხლი იმდენი გადმოიღვარა, რომ მხლებლებს მეფე დაჭრილი ეგონათ. იმ დღეს დავით აღმაშენებელს 3 ცხენი მოუკლეს და მეოთხე ცეღა მზედამ ჯდომმან სრულყო მის დღისა ომი.